სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კრიმინალური პოლიციის დეტექტივი, რომელიც სოულზე ძალადობაში არის მხილებული, პატიმრობაში გაეშვა, მომდევნო 2 თვეს ნიკა ნოზაძე ციხეში გაატარებს, სანამ წინა სასამართლოს ხდომა ჩაინიშნება მის საქმეზე და არსებითი განხილვა დაიწყება. დღეს პროკურორმა მოიყვანა მაგალითად 6 ძალადობის ეპიზოდი და ეს შეიძლება ითქვას, რომ სრული სურათი არც არის იმ ძალადობის, რომელზეც ხორპლი ქალი საუბრობს, ირკვევა, რომ მოქმედებაში მოყვანილი საშტატო იარაღით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ემუქრებოდა ცოლს მოკლით, შუბლზე მიადო რამდენჯერმე, მანქანიდან კარი გაუღო და გადაგდებით ემუქრებოდა, რომელიც მიმავალი იყო და ასევე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მას ფიზიკურად უსწორდებოდა, ახეთქებდა ნივთებზე, ხდებოდა ძალადობა, მათ შორის სხვადასხვა ოჯახის წევრის თანდასწრებით და აღნიშნულ ქალს ჰქონდა ძალიან მძიმე დაზიანებები ფიზიკური მიყენებული. ეს ძალადობა გრძელდებოდა დაახლოებით თვენახევარი 2 თვის განმავლობაში და სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობდა დღეს სასამართლო დარბაზში პროკურორი, რომ არ იყო გამორიცხული კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ეძალა და ისევ იმ მოწმეებზე, რომლებსაც რა თქმა უნდა ის ძალიან კარგად იცნობს და საქმეში დევს ასევე მისი არასრულწლოვანი შვილის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც ყვება მამა როგორ უსწორდებოდა დედას სასტიკად და ამ ყველაფერს ის როგორ ხედავდა. სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დღეს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა ნოზაძე პატიმრობაში გაეშვა. ამ პოზიციას დაცვა არ იზიარებს, ისინი ამბობდნენ, რომ 7,000 ლარიანი გირაოს საფუძველზე ნოზაძე თავისუფლებაზე უნდა დარჩენილიყო, თუმცა ბრალდებულ თავად დღეს სასამართლო დარბაზში არაფერი უთქვამს და წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. მეუღლის თანდასწრებით, ანუ მეტი დამაჯერებლობისთვის, ესე რომ ვთქვათ, დამუხტულ მდგომარეობაში მოიყვანა ცეცხლსასროლი იარაღი და 2 შემთხვევაში მიადო შუბლზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსწყობით. ფიზიკური დაზიანებების ჰქონდა, ერთ შემთხვევაში ტანსაცმელის შემოახია ფაქტიურად, ეს ტანსაცმელი ამოღებული გვაქვს, დანიშნული გვაქვს შესაბამისი ექსპერტიზა და დაზიანებებთან დაკავშირებით მოწმეები, ანუ დაზარალებულის დედა და შვილი უშუალოდ მიუთითებენ დაზიანებებს და ერთ შემთხვევაში თუ როგორ მოსდიოდა იმ დაზიანებიდან სისხლი და რამხელა დაზიანება იყო სიწითლე ნაკადზე, ყველაფერს დეტალურად აღწერენ მოწმეები. დადებული მიმალებაო არ გამოცხადდება სასამართლოში. ბატონო მოსამართლე ამისი არანაირი არგუმენტი არ გააჩნია ბრალდების მხარეს. ჩემი დაცვის ყოფი განადგურებს მტკიცებულებებს. რა მტკიცებულებებზეა ლაპარაკი? უბრალოდ საქმეში დევს მხოლოდ ერთი ოჯახის 4 პირის ჩვენება, რომლებიდანაც ერთი გახლავთ თვითონ ქალბატონი თამნა ბებიაშვილი, მეორე არასრულწლოვანი შვილი, მესამე მისი დედა და მამა. ჰქონდათ განქორწინების საკითხი დაყენებული ხაშურის რაიონულ სასამართლოში და მათ შორის მოხდა წინა კვირაში უკვე განქორწინება მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ და გამოცხადდა მათი ესე იგი განქორწინების შესახებ. აი ეს იყო საფუძველი ზუსტად ქალბატონი თამუნასთვის მან პირადად ჩემთან საუბარშიც და ჩვენთან მიმართებაში თავისი ადვოკატის პირით შემოგვითავდა, რომ თუ ჩვენ ვარს მithoni და მithვლი და მე ყველა ფორმა და გზა მომნახეო, რომ ნიკა ჩემამდე დავიბრუნო და თუ კიო თქვენო ამაზე თანახმა იქნებით და არ მოახდენ განქორწინებას, მე დღესვე გამოვიტან ჩემ მიერ ყველა ბრალდები. ძალადობაში მხილებული ვახო გომელაურის უწყების თანამშრომლის ოჯახის წევრები უკმაყოფილო დარჩნენ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. მამასთან ჰქონდა ჩვენ გასაუბრების საშუალება და დავუსვით კითხვა, რატომ იყენებდა საშტატო იარაღს სამსახურებრივ ცეცხლსასროლ იარაღს ის ცოლის წინააღმდეგ, რატომ ემუქრებოდა ამ იარაღით, რომელიც მოქმედებაში ყავდა მოყვანილი მოკლით და რა განზრახვა ამოძრავებდა მის შვილს, როდესაც ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა. ყველა ეს გარემოება ნოზაძის ოჯახის წევრებმა უარყვეს, თქვეს, რომ ეს არის ტყუილი ფარსი და არც ერთი ძალადობის ეპიზოდი, რომელზეც დღეს პროკურატურა საუბრობს და რომელზეც რა თქმა უნდა გამოძიებასთან თავდაპირველად მსხვერპლმა ქალმა ისაუბრა, რეალობას არ შეესაბამება. არის უსამართლობა, ეს უსამართლობის დედა სასამართლო. ყველა იჭერენ ხალხს აქაც, ყველა არაფრის გულიზე. საშტატო იარაღი არასდროს გამოუყენებია თქვენ შულს, რომ მუქარაგის საშტატო იარაღი, ის საშტატო იმას იარაღი კი არა, თავი უნდა დაანთოლიო იმას. ვიც მაგ იმებს წერს, აი ზუსტად მაგ. კაცი დედა
რამდენიმე ეპიზოდზე იყო საუბარი, მათ შორის ყოფილი მეუღლის დედა რომ შეეძრო. შურის მაძიებელი ბოროტი ხალი და თუ რამე სადმე მაგას ფილმე რამე სადმე ყველაფერი იმას აქნა რა ქვია. რატომ იწია შური? რა არის ოჯახის პოზიცია? გაეცალა კაცო, იყვენ ბოროტი ხალხი, უბედური ხალხი, გაეცალა. 10 თვე ხელისლივით გავაწერეთ ხელი და всё დაიწყო შურის ძიება. რამდენი წელია რაც თქვენი შვილი პოლიციაში მუშაობს? ხო გითხარით 10 წელია. კრიმინალური პოლიციის დეტექტივს ხელბორკილები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა დაადეს საქმეზე გამოძიება ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მსხვერპლი ქალის მიმართვის საფუძველზე დაიწყო და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა ნოზაძეს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.